ამერიკის პრეზიდენტის შვილს, როცა კიბო დაემართა, იქ მოხდა ეგეთი პროგრამის დაწყება, moonshot პროგრამი, ჯაქიან მეგობრებო, პრეზიდენტმა, მაშინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა, რომ ყველა მეცნიერები, ექიმები შეიკრიბე, რომ ფულის პრობლემა არ იქნება, მიდი და კუნალობა ჭირდება, ეს როგორ მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს პროექტი დარჩა იცი როგორ წიგნებში, ფურცლებზე დარჩა, ფურცლებზე ბევრი ფული დაიხარჯა, დაიხარჯება და დღესაც იქარჯება, სანამ იმუნიტეტი, აი ეს ერთი სიტყვა, იმუნიტეტი, immune system არ არის ჩვენი immune system სუსტი იქნება, ეს რამდენის გინდა ფული დახარჯე, რამდენის გინდა, რა ვიცი, მაგას ფული არ ჭირდება. გაგვირდით სოკოვანი დავადება, ხო არის აი ფრჩხილების სოკო, ეს ყველაფერი. დაბალი იმუნიტეტიანი ადამიანს მოდის სოკო. ამას მერე დაამიზეზებენ რაიმე და სიცველეზე მუშაობს, ისე მუშაობს რაღაცა ზღაპრები. ჩვენი იმუნური სისტემა როცა ძლიერი იქნება, კიბოს უჯრედები ნებისმიერი ადამიანის სხეულში იბადება, ყდება. ჩვენი აი თელი დღე იმუნური სისტემა დგა და ეძებს, აი როგორც საზღვარებზე ხო არის პოლიცია ეძებს, ვინმე ხო არ გაიპარება, აი ესე არის იმუნური სისტემა. იმუნური სისტემა დაბალი როგორ ხდება, როცა ჭამ თქვენ ეს საჭმელების შაქრიანი, წომეული, ალკოჰოლი და სტრესი. აქ დიდი როლია მზეზე, დღე მზის ნაკლებობა, ჩაქუთულობაში მუშაობენ ადამიანი, ღამე სიბნელის ნაკლებობა. ანუ როცა სიბნელე ჭირდება ღამე, ანთებულია, ან ტელევიზორს უყურებენ, არ ძინავს ხალხი და როცა მზე ჭირდება, იმ დროს სივრცეებში მუშაობს. იმუნიტეტი მიდის დაბლა. დღეს 2026 წელს იმუნური სისტემა უფრო ქვევით წავიდა სოფლიოში, ვიდრე იყო 20 წლის უკან. იმიტომ მიწაც გაფუჭდა, ჰაერის გაფუჭდა და იმუნური სისტემამ რა უნდა ხნა. მაგრამ ჩვენ იმუნური სისტემას შეიძლება მიხედე D ვიტამინი, აუცილებლად მიხედე D ვიტამინი, რამდენი გაქვს. 30 არ გეყოფა. D ვიტამინი არის ქელფასივით, რას მეტი, უფრო კარგი. რას მეტი D ვიტამინი, უფრო კარგი, ტოქსიკური არ არის. იარე მზეზე, არ დამალო მზეზე და ჭამე რეალური საჭმელი, რეალური. არა პაჭკებში, გამზადებულია მესამე ქვეყანაში, იჭმება საქართველოში. ეს იმუნური სისტემა წავა ქვევით. ხორცი კიბოს არ იწვევს, გინდა წითელი, ყვითელი, მითელი, რა ვიცი. რეალური ხორცი მავნე არ არის. ხორცი ჭამე და 9 კილო პურიც მიაყოლე, რომელი გენმოდიფიცირებული ხორბლითაა გაკეთებული. იმუნური სისტემა წავა ქვევით. შაქარი შემცირეთ, ძილი გააზარდე, მეგობრებო, D ვიტამინს მიხედე. იმუნური სისტემა ძლიერი, ძალიან შემცირდება მერე ამ კიბოს რისკები. თუ არა იმ ლაბორატორიიდან მაგიდა ადამიანამდე რეალური მიზეზი არადროს არ მოვა. ჩემი კონტენტით დაგეხმარები იმუნური სისტემა როგორ გააძლიეროთ. სულიკავი ჯანმრთელი და ბედნიერი გააზიარეთ მეგობრებში. ნება მკურნალია.